გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვაქვს პრაქტიკული ნაწილის მეხუთე ლექცია. ძირითადი ძენ პრაქტიკები ენერგიის სასამაღლებლად. საზენი, ჯდომითი მედიტაცია. დაჭიქით ლოტოსის პოზაში ან ნახევარად ლოტოსის პოზაში. შეგიძლიათ სკამზე ზურგის სწორად. სუნთქვა ბუნებრივი და ღრმა, ყურადღება გადაიტანეთ მოცელზე. როცა გონება დამშვიდდება, ენერგია ბუნებრივად გროვდება ცენტრალურ ენერგეტიკულ ცენტრში. და შეიგრძნობთ ციის დინების შეგრძნებას, ანუ ენერგიის დინების შეგრძნებას და შინაგანი ძალის მომატებას. მეორე, სუნთქვა ჰარაში. სუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ჰაერი არ ჩერდება ფილტვებში, არამედ ჩადის ქვედა მუცელში. ანუ ჭიპის ქვემოთ არსებულ მუცელში. ამას სუნთქვისას იგრძენით, რომ ენერგია რბილად ვრცელდება მთელ სხეულში. ეს ენერგიის ბატარეას ამუშავებს. მესამე, კინხინი, ძენის სიარული. ნელი შეგნებული ნაბიჯები სუნთქვასთან სინქრონში. ყოველი ნაბიჯი ენერგიის გამტარი არხის გაღვიძება, ხსნის დაღრილობას და ამაღლებს სიცოცხლის ძალას. მეოთხე, კვანტთან მუშაობა. კონცენტრაცია პარადოქსზე. ცნობიერების ფოკუსირება ერთ პარადოქსულ კითხვაზე, ვინ ვარ მე? აზროვნების ჩიხში შესვლა გონებას ათავისუფლებს ზედმეტი ენერგიის ხარჯვისგან. ამის შედეგად შინაგანი ენერგია გროვდება და ამაღლებს ცნობიერების დონეს. მეხუთე, ჩაის რიტუალი ან ყოველდღიური მოქმედების მედიტაცია. ნებისმიერი ყოველდღიური აქტივობა, ჩაის დალევა, ჭურჭლის რეცხვა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, სეირნობა თუ ასე შემდეგ. შესრულებული სრული ყურადღებით ენერგია იზრდება, რადგან არ იფანტება, გონება ერთიანდება მოქმედებასთან. ყველაფერი აკეთეთ დინჯად, სიყვარულით, სურვილით, ჩადეთ მასში ენერგია და პოზიტივი, სხვა ფიქრები გაფანტეთ, ანუ კონცენტრირებული იყავით მხოლოდ იმაზე, რასაც აკეთებთ. გარდა ამისა, ზოგადად ივარჯიშეთ სრული ცნობიერების გამომუშავებაზე, დააკვირდით გარემოს, რა არის გარშემო და რა ხდება გარშემო. გამოიმუშავეთ აქ და ახლა ყოფნის პრინციპი, ანუ კონცენტრაცია აწყოში. გაფანტეთ წარსულის მოგონება და მომავალზე ზრუნვა. მაქსიმალური გემო ჩაატანეთ აქ და ამ წუთას ყოფნას. რამეს აკეთებთ თუ არა. სიყვარულით და მშვიდად მიიღეთ ყოველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. სიოს შეგრძნება კანზე, ყოველი ყლუპი სასმელის და ყოველი ლუკმა, რასაც მიირთმევთ. გაუგზავნეთ სიყვარული საკუთარ თავს, თქვენს შიგნით, ანუ შიგნით ჩააბრუნეთ ეს სიყვარულის გრძნობა, ფეხის წვერიდან თხემამდე. თან ყოველი ორგანოს გავლით, ანუ ყოველ ორგანოს და ყოველ მიტკალს თქვენი სხეულისას გაუგზავნეთ სიყვარული. იგრძენით თქვენი შინაგანი ჰარმონია საკუთარ თავთან და შემდეგ სამყაროსთან. სამყაროს გაუგზავნეთ სიყვარული, პირველ რიგში ცას, ჰაერს, მერე მიწას და მერე გარშემო არემარეს. ყოველივე ამ პრაქტიკების შედეგი არის ძენში ენერგიის ამაღლება, რაც გამოიხატება სიმშვიდეში, კონცენტრაციაში და ბუნებრივ სუნთქვაში. როდესაც შინაგანი ქარი წყნარდება, ენერგია იწყებს დინებას და ადამიანი ხდება ენერგიით სავსე, ძლიერი და ერთიანი, ანუ აღწევს ერთიანობას და სიმშვიდეს. დღეს ამით ლექციას დავასრულებ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.